იცოდით რომ მაშინ, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად გამოაცხადა, იმდროინდელ მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმა ბოლო მომენტამდე არ უდოდა. მაშინ რა მოხდა სინამდვილეში? 1917 წელს ჯერ კიდევ მძვინვარებდა პირველი მსოფლიო ომი. რუსეთი დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად ებრძოდა გერმანიას, ავსტრიას და თურქეთს. იმ დროს, როდესაც რუსეთი ისედაც დასუსტებული იყო, მოხდა რევოლუცია. მეფის რუსეთი დაემხო, დაიწყო სამოქალაქო ომი, რუსული ჯარების ფრონტის ხაზი ჩამოიშალა, საქართველოდანაც გაიყვანეს რუსული არმია, ხოლო თურქეთი კი ნელ-ნელა წინ მოიწევდა და ქართულ ტერიტორიებს იკავებდა. ამიტომაც რუსეთმა ბესტ-ლიტოვსკის ზავით მათ აჩუქა ყარსი, აუკლარჯეთი და ბათუმიც. მაგრამ თურქეთი ამაზე არ დაჯერდა და ჯარით სამცხე-ჯავახეთსაც მოადგა. საქართველოს განადგურების ზღვარზე იდგა, რომლის იმ დროიდან მთავრობასაც წარმოადგენდნენ სოციალისტები. ნოე ჟორდანია, ნოე რამიშვილი, აკაკი ჩხენკელი, ირაკლი წერეთელი, კოტი აფხაზი და ასე შემდეგ. მათ ჯეროდათ, რომ რუსეთში დემოკრატია დამყარდებოდა და საქართველოს რუსეთის მფარველობის ქვეშ ექნებოდა ავტონომია. სრულ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე არც კი ოცნებობდნენ. პირიქით, ამ იდეას წლები ეწინააღმდეგებოდნენ. მაგრამ ლენინის პოლიტიკამ იმედები გაუცრუათ და იძულებულები გახდნენ არჩევანი გაეკეთებინათ. დაუცველმა საქართველომ სომხეთთან და აზერბაიჯანთან სადა ალიანსი, მაგრამ უშედეგოდ. საქართველოს თურქებისგან სრული ანექსია ელოდებოდა. ამ მძიმე დროს ხსნელად გამოჩნდა გერმანია. მართალია, გერმანია თურქეთის მოკავშირე იყო, მაგრამ მისი გაძლიერება არ აწყობდა. თან კავკასიაში საკუთარი ინტერესებიც ჰქონდა. სატრანზიტო გზა, ბაქოს ნავთობი, რკინიგზა და სტრატეგიული პოზიციები. ამიტომაც საიდუმლოდ შეხვდნენ ქართულ დელეგაციას და უთხრეს, რომ თურქებს როგორც მათ მოკავშირეებს ვერ დაუპირისპირდებოდნენ, თუ საქართველოს რუსეთის მფარველობაში იქნებოდა, ხოლო თუ სრულად გამოეყოფოდნენ, მაშინ გერმანია როგორც თავისუფალ დამოუკიდებელ სახელმწიფოს თავის მფარველობაში აიყვანდა და თურქებისგან დაიცავდა. ნოე ჟორდანია საკუთარ მოგონებებში წერდა, რომ ის ატირებულიც კი იყო ამ პასუხისმგებლობის გამო, რადგან რუსეთის იმპერია ამას არ აპატიებდა. მაგრამ ერი ფიზიკური გადარჩენის ზღვარზე იდგა და ეს ერთადერთი გამოსავალი იყო. ამიტომაც 1918 წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაშინვე 19,000 გერმანელი ჯარისკაცი შემოვიდა საქართველოში და საზღვრებზე განლაგდა. თურქეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. ეს იყო გადარჩენა მუსულმანური ოკუპაციისგან. გერმანია გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და დაიწყო მისი ინტერესების გატანა ევროპაში. ეს პატარა, ღარიბი და ომებით გარშემორტყმული ქვეყანა 2 წელიწადსა და 8 თვეში ბევრ საოცრებას აკეთებს. მათ შეძლეს და აბსოლუტურად პროგრესული, თანამედროვე და სრულიად ევროპული სახელმწიფო შექმნეს, რომლის დემოკრატიული ინსტიტუტებიც ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყნებს უსწრებდა. სოფლიოს ათეულში შევედით, სადაც ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ. პარლამენტში აირჩიეს 5 დეპუტატი, მათ შორის მუსლიმი ქალი პირველად სოფლიოში. საქართველოს პირველი კონსტიტუცია, რომელიც იყო იმდროინდელი ევროპის შედევრი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება, სიკვდილით დასჯის გაუქმება, წოდებრივი პრივილეგიების გაუქმება, მიწები გადაეცათ გლეხებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა. გაიხსნა პირველი ევროპული ტიპის უმაღლესი სასწავლებელი მთელ კავკასიაში. 100-ზე მეტი სტუდენტი საზღვარგარეთ გაგზავნეს, რათა ევროპული განათლება ჩამოეტანათ. ოპოზიცია და პრესა გახდა თავისუფალი. შეიქმნა მრავალპარტიული სისტემა პარლამენტში. საქართველოს ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ევროპას თავის ნაწილად ეღიარებინა. 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე მთავრობამ საუკეთესო დიპლომატები გააგზავნა, რომელთა უმრავლესობას ოპოზიციონერები წარმოადგენდნენ. ეს ნიშნავდა იმას, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა იდგა სახელმწიფო და დემოკრატია. სწორედ ასეთმა პოლიტიკურმა ნაბიჯებმა საქართველოს მოუტანა საერთაშორისო აღიარება. მაგრამ ასეთი აღმავლობის დროს მოხდა ის, რისიც ძალიან ეშინოდათ. გერმანია დამარცხდა პირველ მსოფლიო ომში და მისი ჯარებიც გავიდა საქართველოდან. შემოვიდა გამარჯვებული ბრიტანეთის არმია, რომელმაც ასევე მალევე დატოვა საქართველოს ტერიტორიები, რადგან საქართველოსა და რუსეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება გაფორმდა. რუსეთმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა და დადო პირობა, რომ ის თავს აღარ დაესხმებოდა ქვეყანას. მაგრამ სტალინმა და სერგო ორჯონიკიძემ ერთობლივად შეიმუშავეს საქართველოს ოკუპაციის გეგმა და მოაწყვეს ხელოვნური შეიარაღებული დაპირისპირება, ვითომ ქართველ შრომელ გლეხებს ავიწროებდა ნოე ჟორდანიას მთავრობა და მათ რუსეთს დახმარება თხოვეს. ლენინის დაითანხმეს და ბრძანებაც გააცემიეს. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში მე-11 წითელი არმია შემოვიდა. დასავლეთი მხოლოდ სიტყვიერ მხარდაჭერას იძლეოდა, რადგან პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ახალ ომს ყველა ერიდებოდა.
სანამ საქართველო რუსეთს ეომებოდა, თურქეთმა დრო იხელთა და ისევ დაიკავა ყარსი, ტაო-კლარჯეთი და ბათუმი. სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში საფრანგეთში გაიქცა და ქვეყანა უპატრონოდ დარჩა. გენერალმა მაზდიაშვილმა გადარჩენილი მცირედი ჯარი შეკრიბა და ბათუმი დაიბრუნა. მის წინ დიდი თურქული არმია იდგა. უკან კი რუსეთის ჯარი მოადგა. ლენინს რა თქმა უნდა აღარ უნდოდა თურქეთთან ახალი ომი, ამიტომაც ყარსის ხელშეკრულებით ხელახლა აჩუქა თურქეთს ტაო-კლარჯეთი და ყარსი, ხოლო სანაცვლოდ ბათუმი დაიტოვა. ეს თავისუფლება ძალიან ძვირი აღმოჩნდა. დაიწყო დაჭერები, რეპრესიები, გადასახლებები. ემიგრაციაში გაქცეულებს მთავრობამ მკვლელები გაუგზავნა. ნოე ჟორდანია მართალი აცოცხლეს, მაგრამ ცხოვრების ბოლომდე ემიგრაციაში და სიღარიბეში. ფაქტობრივად 26 მაისისთვის საქართველოს ძიმე საფასური გადაიხადა. თავარი კი მაინც ის არის, რომ საქართველოს მსოფლიოს აჩვენა, რომ რუსეთის იმპერიის ნაწილი არ ვიყავით. თავად შეგვეძლო საკუთარი სახელმწიფოს აშენება, დემოკრატიული და ევროპული ქვეყნის შექმნა. 26 მაისი არის შეხსენება, რომ თავისუფლება ციდან არ ვარდება და არც მუდმივია. მას ყოველდღიური დაცვა სჭირდება. გვახსოვდეს თავისუფლების ფასი და ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ დღეს სახელმწიფო ქონოდა. ვიდეოს კი ვაჟა ფშაველას სიტყვებით დავასრულებ. ვისაც რომ სამშობლო უყვარს, მისთვის სიცოცხლე ომია. გილოცავთ 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.